ყველი ასუქებსო შემოვიდა ასეთი კითხვა. ზოგადად აი ასე ცალკეული რომელიმე ერთი პროდუქტი არც ასუქებს ადამიანს და არც აკლებინებს. წონის მომატებაც და დაკლებაც დამოკიდებული არის მიღებული კალორიების რაოდენობაზე. თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ კალორიას ვიდრე ხარჯავთ, თქვენ წონაში მოიმატებთ, რა თქმა უნდა. თუ მიიღებთ ნაკლებ კალორიას, წონაში დაიკლებთ. და ყველი არის ერთ-ერთი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს. მაგალითად 100 გრამი იმერულ ყველში არის 250-დან 300 კალორია. თანაც ყველს აქვს ისეთი თვისება, რომ რაც უფრო მეტ სჭამ, უფრო მეტი და მეტი გინდება იწვევს დამოკიდებულებას. შესაბამისად, კალორიების რაოდენობას თუ გადავაჭარბებთ, რა თქმა უნდა, უკვე წონაშიც მოვიმატებთ. თუ თქვენ გინდათ წონაში დაკლება ან მიღებული შედეგის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება ყველი ჩაანაცვლოთ ხაჭოთი და ნელ-ნელა გაგიქრებათ მოთხოვნილება ყველზე, ან თუ მაინდა-მაინც და ძალიან გიყვართ, მიირთვით დღეში მცირე რაოდენობით. ეცადეთ, რომ 100 გრამს არ გადააჭარბოთ და თანაც ეცადეთ, რომ არ მიირთვათ საღამოს საათებში, უფრო მიირთვით დღის პირველ ნახევარში. თუ გაინტერესებთ სხვა რაიმე კითხვები კიდევ რაც წონის კლებას ეხება, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, ხოლო ვისაც უშუალოდ ინდივიდუალური წონის კლების პროგრამა გაინტერესებთ, კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში ან დატოვეთ კომენტარებში სიტყვა მინდა დაკლება.